ოფისში ვიყავით აქტივისტები, შეკრება გქონდა, გეგმავდით, რომ ნაძვის ხეს ანთებასთან დაკავშირებით პლაკატები უნდა აგვეწია და ამ პლაკატების საყიდად ვიყავი გასული ოფისიდან. რა მომენტშიც პოლიციელები მოვიდნენ ჩემთან და ჩვეულებრივ სამოქალაქო ფორმა ეცვა და მეკითხებიან ვინ ხარო. უკრატი ხალხს მე თქვენ მიბრძანდებით ხო და მითხეს რომ პოლიციელი ვარ და მეთქი გოჩედაშვილი ვარ არჩილი თქო. ამის მერე წარმობრძანდიობთ კარგი თქო და უკვე ცალიფე გადადგმული მქონდა ერთი მხრიდან ერთმა პოლიციელმა ცოტა ცუდ ტერმინს მოიხმარებდა და დამითხრია მეორე მხრიდან მეორე პოლიციელმა და უკრინ დამაწვევებოდა ერთი პოლიციელი შინდ მან ქარს ჩამსვეს და ვეკითხებოდი რომ მეთქი რის გამო მაკავებ თქო რაზეც პასუხი გაბცეს რომ რაიც რომ გაკავებ მეთქი ასეთი ნორმები ზოგადად დაკავების დროს ხდება თქო და არა დაკავებული არ ხარ ჯერო ამის შემდეგ ვეკითხებოდი რომ მე რასთან დაკავშირებით რომ გამასწროთ ჩემი უფლება ვიცოდე რასთან დაკავშირებით მიზღუდა თავისუფლებას თქო რაზეც პასუხი არ გამცეს რაზეც უკვე სიტყვაში ურაცხყოფაზე გადმოვიდნენ და ბოლოს მითხეს რომ განყოფილებაში რომ მივიდე ყველაფერს გაიგებო განყოფილებაში რომ მივიდი არაფერი არ ვთქვამთ და საბოლოოდ სადაც 2-3 საათის მერე დადგენილება რომ ჩამოიტანეს ზედაპირული ჩხრეკის, იქ მივხვდი რომ თურმე ზედაპირულ დათვალიერებაზე ყავდი გადაყვანილი პოლიციელებს, კრიპოლის თანამშრომლებს, რის შემდეგაც უკვე გამოვიშვეს, ვერაფერი ვერ მიყოლეს და დავბრუნდი რუსთაველზე.